ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს ექსპორტის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოიყენება ხოლმე ექსპორტის პროცესში, ასევე სამრეწველო ინტელექტუალური საკუთრების ინსტრუმენტებზე. ექსპორტის პროცესისას გამოყენებულია და როგორც წესი გონივრულია ხოლმე რომ გამოვიყენოთ შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები. Forfeiting. ეს გახლავთ შემთხვევა, როდესაც ექსპორტის დაფინანსებისათვის ექსპორტიორი მის მიერ გაცემულ გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებს, მაგალითად თამასუქებს ან ვექსილებს, ყიდის სპეციალურ ფინანსურ ორგანიზაციაზე ან ბანკზე დისკონტირებული, ანუ ფასდაკლებული ღირებულებით და სანაცვლოდ თანხას, ექსპორტის თანხას, პროდუქტის ღირებულების თანხას დაუყოვნებლივ იღებს ხოლმე. მახასიათებლებია დაფინანსება ფასდაკლებით, ანუ დისკონტირებით, მაგრამ ამასთანავე გარკვეული საფრთხეებისა და ხარვეზების აცილება თავიდან, დაუბრუნებელი ტრანზაქციაა და ამასთანავე ის როგორც წესი გრძელვადიანობით გამოირჩევა. უპირატესობები ესეთი ფინანსური ინსტრუმენტის არის ნაღდი ფულის დაუყოვნებლივ მიღება, ფინანსური რისკების შემცირება და ადმინისტრაციული სიმარტივე. უფრო პრაქტიკული მაგალითის სახით რომ დავშალოთ, პირობითად forfeiting გამოიყენება შემდეგნაირად. ქართული კომპანია პროდუქტს აწვდის პირობითად იტალიურ კომპანიას, მიაწოდა ეს პროდუქცია, იტალიურმა კომპანიამ გასცა ვექსელი ან თამასუქი, რომელიც დამტკიცებულია იტალიური კანონმდებლობით და იქაური ფინანსური მოქმედი ნორმებით და პირობითად ექსპორტიორმა აღნიშნული თამასუქი ან ვექსელი, როგორც ფასიანი ქაღალდი დაუთმო ადგილობრივ ბანკს, მიიღო მისგან თანხა, ოღონდ ბუნებრივია იმაზე ნაკლები, ვიდრე მიიღებდა იტალიური კომპანიისაგან, ხოლო ქართული ფინანსური ინსტიტუტი იტალიური კომპანიისაგან შემდგომ მიიღებს იმ სრულ თანხას, რომელიც იტალიურმა კომპანიამ უნდა გადაიხადოს. მეორე მაგალითი ეს არის ფაქტორინგი, რომელიც ასევე პოპულარული ფინანსური ტრანზაქციაა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ბიზნესი ყიდის თავის დებიტორულ ანგარიშებს, ანუ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ფასდაკლებით, კვლავაც ფინანსურ ინსტიტუტზე, პირობითად ქართული კომპანია თავის მოთხოვნას ზემოაღნიშნული იტალიური კომპანიასთან დაკავშირებით დაუთმობს პირობითად ქართულ ბანკს და ქართული ბანკი შემდგომ ფასდაკლებულ სრულ თანხას ამოიღებს იტალიური კომპანიისაგან, თუმცა გარკვეულ თანხას უფრო ნაკლებს, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევებში მიიღებს ქართული კომპანია. ძირითადად ეს შემთხვევები მაშინ გამოიყენება ხოლმე, როდესაც ექსპორტიორს სრულს თანხის დაუყოვნებლივი მიღება, როდესაც ფინანსური ნაკადი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში დაფინანსების აღნიშნული წყაროების გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ხოლმე. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ექსპორტის პროცესში აკრედიტივის ინსტრუმენტს იყენებენ. აკრედიტივი უკვე ცოტა სხვა მეთოდია, ეს არის შემთხვევა, როცა ექსპორტიორიც და იმპორტიორიც ერთგვარ სიფრთხილეს იჩენენ ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ისინი შესაძლებელია მთლად არ ენდობოდნენ ერთმანეთს, გააჩნდეთ გარკვეული რისკები ექსპორტიორს ეშინოდეს, რომ ის ვერ მიიღებს თანხას იმპორტიორისაგან, იმპორტიორს ჰქონდეს იმისი რისკები, რომ შესაძლებელია მან ის ხარისხი, ის პროდუქტი საერთოდ ვერ მიიღოს ან სრულად ვერ მიიღოს, ასეთ შემთხვევებში შემოდის ფინანსური ინსტრუმენტები, ვთქვათ, ექსპორტიორის ბანკის და იმპორტიორის ბანკის სახით, მხარეები ხელშეკრულებებს აფორმებენ როგორც ერთმანეთთან, ისე საკუთარ ბანკებთან, პირობითად ექსპორტიორის ბანკი, ვთქვათ, საქართველოში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტი იღებს იმაზე ვალდებულებას, რომ ის შეამოწმებს იმ დოკუმენტებს, რომელიც უნდა გასცეს და დაადასტუროს იმპორტიორმა და შემდგომ ექსპორტიორს ჩაურიცხას თანხას. იმპორტიორის ბანკი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ იმპორტიორისაგან მიიღო თანხა და მას შემდეგ რაც ის მიიღებს დამადასტურებულ დოკუმენტებს, გადარიცხავს ამ თანხას ექსპორტიორის ბანკთან და აი ამ პროცესში, როდესაც ექსპორტიორი გაგზავნის პროდუქტს და შესაბამისი მტკიცებულებებს უკვე დოკუმენტების სახით წარუდგენს საკუთარ ბანკს, ეს ბანკი, ანუ ექსპორტიორის ბანკი ჩაურიცხავს ხოლმე ექსპორტიორს იმ თანხას, რომელიც მას უნდა მიიღო. სამრეწველო ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი ობიექტები უნდა განვიხილოთ დღევანდელ შეხვედრაზე. პირველი ეს არის გამოგონება, რომელიც არის ტექნიკური გადაწყვეტა მრეწველობის ნებისმიერ სფეროში. მეორე ეს არის სასარგებლო მოდელი, რომელიც გამოგონების მსგავსი ობიექტია, თუმცა ნაკლები სტანდარტები და ნაკლები კრიტერიუმები წაეყენება მას,
ინტელექტუალური თვალსაზრისით, ინტელექტუალური საკუთრების თვალსაზრისით და უფრო მეტად წარმოადგენს ხოლმე მოწყობილობას, ან ხერხს, ან გადაწყვეტას, რომელიც გამოგონებას უკავშირდება დიზაინი, რომელიც მთლიანი პროდუქტის, ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გაუმდინარეობს თვით ამ პროდუქტის ნიშნებისგან, როგორიც არის ნახაზები, კონტურები, ფორმა, ტექსტურა, მასალა, მორთვა და ასე შემდეგ. პატენტი გამომგონებლის ან მისი უფლება მონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის მფლობელსაც შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვან სამრეწველო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი, რომელიც უკვე არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად ერთი საწარმოს საქონელს ან მომსახურებას განასხვავებს მეორე სახის საქონლის ან მომსახურებისაგან. ამრიგად, ესეთი სასაქონლო ნიშანი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას, ანუ კრიტერიუმს. უნდა იყოს განმასხვავებელუნარიანი შესაბამისი საქონლის ან მომსახურების მიმართ, შესაძლებელი უნდა იყოს მისი გრაფიკულად გამოსახვა, მაგალითად, საპნის შეფუთვა, ბოთლზე გამოსახული მწარმოების ლოგო, დასახელება და ასე შემდეგ. კანონი მთელ რიგ პირობებსა და უფლებებს და ფარგლებს ანიჭებს სასაქონლო ნიშნის მქონე პირებს. კერძოდ, მას შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლებების მქონე პირის სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტურია, იმდენად მსგავსია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიშნები შესაძლოა განსხვავებული იყოს, მაინც უქმნის სასაქონლო ნიშნის მსგავსი პროდუქტის გამომყენებელს იმის არაკეთილსინდისიერ შესაძლებლობას, რომ მან ისარგებლოს და ბოროტად გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და სასაქონლო ნიშნის მქონე პირის უფლებები. პირველად ადიდასი და ადიბასი გემახსოვრებათ, ესეთი ხშირად არის ხოლმე ბაზარზე, ხო? ან ნაიკი და ნიკე რო გამოუშვას ვიღაცამ, ხო? ეს ხო სასაქონლო ნიშნის დარღვევა. რატომ ვანიჭებთ ესედან დიდ მნიშვნელობას ინტელექტუალურ საკუთრებას? პირველ რიგში, იმიტომ რომ ინტელექტუალური საკუთრება იძლევა შესაძლებლობას გაიზარდოს ბიზნესის მომგებიანობა და გაიზარდოს მომხმარებლების ლოიალურობა კონკრეტული მომსახურების ან პროდუქციის მიმართ. მეორეც, იმიტომ რომ დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს წარმოებული პროდუქციის ან მომსახურების და მწარმოებლის დაჯარიმებაც პროდუქციის ამოღება ბაზრიდან, დაყადაღება, უტილიზაცია, განადგურება, ამხარჯების გადახდა და ასე შემდეგ. და მეოთხეც და ბოლოს ინტელექტუალური საკუთრება აძლევს უფლებას მეწარმეს განავითაროს, გაზარდოს და უფრო ძლიერი, უფრო ეკონომიკურად მზარდი გახადოს საკუთარი ბიზნესი, შევიდეს ახალ ბაზრებზე, მათ შორის ისე, რომ მისი პროდუქტის, მისი სერვისის შესახებ უკვე იმ ბაზრის მოთამაშეებს გააჩნდეთ ინფორმაცია სწორედ ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე. ამრიგად, საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ექსპორტშიც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფინანსური მექანიზმების სწორად და ჭკვიანურად გამოყენებას, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. გმადლობთ.